Გაჩვიდების ამ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და რა თავარია უფალი იყოს ჩვენთან. Აი დღე იწყება, ამოდის და აი სიმბოლურად მინდა დაუკავშირო ამ ჩვენ ვიდეოს, რომ მზე ამოვა, სინათლე ამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. სანამ ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, ცოტა ვფიქრობდი როგორ ამეწყო ლაპარაკი და უბრალოდ ეს ვიდეო აი ეხლა მე ამ ვიდეოს გადავიღებ და მე 2 დღე აღარ დავდებ ვიდეოს რა, დაველოდები მოვლენას. და რა მოვლენას, რომელიც 7 დეკემბერს იქნება დემონსტრაციის სახით. ეხლა ბევრს გაუკვირდება თუ რაღაცა იტყვის რა დემონსტრაცია, აი იძახიან ყად აღებული არაბიზაციის და ამ პრობლემებთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე და მინდა დავიწყო რომ იმიტომ კი რომ მე მომხრე კი არა აქტოვანებული და შეშინებული ვარ, აქტოვანებს ცოტა ესე გამომიდა, შეშინებული ვარ და ძალიან მწუხ ვარ და დემონსტრაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს და რატო და მინდა ამ ვიდეოთი თქვა რატო უნდა გავიდეთ დემონსტრაციაზე და რატო უნდა გამოვხატოთ წინააღმდეგობა ამ პროცესის შესახებ, რასაც ქვია არაბიზაცია, მაგრამ აქ მარტო არაბიზაცია არ არის, აქ უფრო სერიოზული თემა, ანუ დემონსტრაცია, ანუ დაფიქსირება შენი აზრის, ანუ გამოხატვა შენი აზროვნების და უბრალოდ უნდა აჩვენო რამდენი ვართ და რამდენი რაოდენობის ხალხი ვართ და რა გვინდა. ეხლა ზოგი იტყვის ეს შედა პროპაგანდას მიყევი ხელი, პროპაგანდა არა მეგობრებო, პროპაგანდა არ არის, ეს არის გულის ტკივილი. უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი გამოჩნდება და იტყვის შენ ძალიან ადვილია ამერიკიდან ლაპარაკობა, მოდი და შენს მიიღე მონაწილეობა. მე ჩამოვა საქართველოს რაღაც 1-2 კვირა დამჭა და აუცილებლად და მე არსად არა ვარ წასული უბრალოდ მომენტიდან გამომდინარე, მაგრამ მე ისიც ვიცი და უბრალოდ ჩემი აზრია სუბიექტური, რომ იმდენად არ არის გამწვავებული საკითხი. ეხლა დემონსტრაცია კი შემდეგში და იმაში ყოველთვის მე მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენ მართალი ხალხი ვართ და ჩვენ ამით მაინც უნდა გამოვხატოთ, პროსტაპროს უნდა გამოვხატოთ ის რა გვაწუხებს და რატომ ნერვიულობთ ასე. მე მიმაჩნია რომ ამ შემთხვევაში ყველა თავისებურად ცდილობს გამოსახოს, გამოვხატოს თავისი აზრი და მეც ამ ჩემი არხის საშუალებით ასე თუ ისე 20,000 ადამიანამდე გვისმენს ხოლმე ხელმომწერები ყავს პერიოდულად გვისმენს ადამიანები და მე ჩემ აზრს გამოვხატავ და ჩვენი არხიდან გამომდინარე ჩვენ როგორ ვამბობთ ჩვენ აზრს გამოვხატავთ წყნარად, შვიდად, კორექტულად უარი შეურაცხყოფის და ზედმეტების გარეშე და მე ხშირად ვამბობ ხოლმე თუ ისე ვერ გამოვხატე და ისე ვერ გამოსახე, ყოველთვის შენიშვნა მომეცი და მე ყოველ შემთხვევაში შევეცდები კი ვცდილობ და ყოველთვის შევეცდები რომ რაღაც ზღვარს არ გადავლახო და სათქმელი თქვა ლაკონურად, ნორმალურად და უბრალოდ ყველას აქვს თავისი უფლება თქვას თავისი აზრი, ისე რომ ვინმე არ შეაწუხოს, შეურაცხყოფს და ზედმეტები რა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია. მოგეხსენებათ მეგობრებო, ჩვენ ახლა თანამედროვე ონლაინის და ტექნიკის საშუალებით ყოველთვის ხედავთ როგორ ადამიანები როგორ კამათობენ, როგორ ამტკიცებენ თავის ამბავს და მიდის მთელი რია. ამ შემთხვევაში ახლა მეც პირადად რომ გამიჩნდა ეს სურვილი რომ გამოვხატო ჩემი აზრი, მე ასეთი ფორმა გამოვნახე, თუმცა გამოვნახე რა ეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ ახლა მე ჩემ ცხოვრებაზე შორს არ წავალ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ ბევრი რამმა გამოსტილი. საბჭოთა ბავშვობა მშვენიერი ახალგაზრდობა სამწუხაროდ შავი სამყარო, ომი, გაჭირვება, უბედურება, ყველაფერი განათლება, ყველაფერი აზელილია, ზოგჯერ ისე მოხდა, რომ ყველგანა ვარ ასე თუ ისე შეხება მქონდა და ჩემ ტყავზე და ჩემი მასზე გადამივლია და თავისთავად ყოველ ამ პერიოდში თავისებური აზრი გაქვს და შენი ცნობიერება გაქვს და ყოველთვის რომ
ადამიანებთან რო საუბრობ და რო შედიხარ წინააღმდეგობაში, ხო იცით, მიდის ზოგი ამტკიცებს ეს ერთი ამას ამტკიცებს, მეორე იმას ამტკიცებს, სხვადასხვა მეთოდებია დიალოგის, ლაპარაკის და მთელი ამბები, მაგრამ მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რა, რომ ამ ორო მტრიალში ამას ფილოსოფოსები, რავი, 1000 მიმართულებებია, ხო, როცა რაღაცას ამტკიცებ, რაღაცას გინდა თქვა, ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე ამბობს, ზოგი მუშტით ლაპარაკობს, ზოგი ზედმეტობით ლაპარაკობს, ზოგი, ნუ არეულად მიდის ეს ყველაფერი და მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რა. ყველაზე მარტივი და ყველაზე რაც უნდა ადამიანმა გააკეთოს, ყველაფერს უნდა დაარქვა თავის სახელი. როდესაც ადამიანი დისკუსიის დროს ყველაფერს არქმევს თავის სახელს, ძალიან მარტივია. თეთრი არის თეთრი, შავი არის შავი, მაგრამ როდესაც გეუნებიან შავია და შავზე გეუნებიან თეთრია, იქ უკვე ირღვევა ეს ბალანსი და 1000 მიზეზია, რატო ამბობს ადამიანი ამას, რა ინტერესი აქვს, ან შტერია ვერ ფიქრობს, ან სპეციალურად ამას აკეთებს, ან ჭკვიანია, ან მანიპულაციას აკეთებს და ბევრი ვერსიებია, მაგრამ ყველაზე მარტივი არის ყველაფერს უნდა დაარქვა თავის სახელი, ცუდია, კარგია თუ მწარია თუ მტკივნეულია, რო დაარქმევ თავის სახელს, მე ცოტა ხანი უნდა გაჩერდე და დაელოდო ადამიანის რეაქციას და მე უკვე ის საიდკენ წავა, ეს უკვე უფლისა და ღმერთის ნებაა. რა თქმა უნდა, აქაც ღმერთიც თავისუფალ ნებას გაძლევს სარწმუნოებაში, როგორ არა. მე ასე გეუბნები და თავისუფალ ნებასაც გაძლევს. ეძლევა თავისუფალ ნება, მაგრამ იმასაც გაძლევს რა არის კარგი და ადამიანი ისე თვითონ თავისუფალ არჩევანს აძლევს უფალი და აი ეგ ადამიანი უკვე წეღანას რა თქვი იმისთვის, ამისთვის, რაღაცისთვის აკეთებს ამას, მაგრამ ჭეშმარიტება არის ერთი, თეთრი არის თეთრი, შავი არის შავი, წითელი არის წითელი და ჩვენ რო გვამოთ ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და მე უკვე უნდა დაველოდოთ სიტუაციას. რატო როგორ ეს უკვე სხვა თემები და სხვა ვერსიებია, თუმცა ერთი მასში ტრიალებს. და გადავიდეთ სათქმელზე. რატო უნდა გავიდნენ ადამიანები მიტინგზე? მიტინგზე რა ხდება? მიტინგზე ხდება დაფიქსირება შენი აზრის. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ შეშინებულები ვართ. მე შეშინებულები ვართ. რომ ჩვენ პატარა საქართველოში ქართული ეთნოსი, ქართული ეროვნების ცნობიერების ადამიანები დაგვჭებით უმცირესობაში. ეს არის პირველი მიზეზი. და შეშინებულები ვართ რა არის? დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ჩვენ ვართ შეშინებულები და ჩვენ მთავრობას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ შეშინებულები და ამაზე ღელავთ და გვინდა ცვლილებები, გვინდა რომ ეს არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენ შეშინებულ ხალხს გვეძახიან გიჟებს, გადარეულებს, ურაპატრიოტებს, ბნელებს და რა ვიცი 1000 სისულელეს, ხო? ხო ფაქტია, სიმართლეა, ხო? მაგრამ გიჟები ვართ, გადარეულები ვართ, დაფტვენილები ვართ? არა, ჩვენ ვართ შეშინებულები. ეს არის სიმართლე. როგორც ვამბობ, თეთრი არის თეთრი, შავი არის შავი. ხო, ვართ შეშინებული, რაკინა გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა რომ ეს პროცესი მოხდეს. რასაც ქვია არაბიზაცია. ხა მეორე რატო უნდა წავიდეთ დემონსტრაციაზე? აქ ჩვენი მთავრობა მოგეხსენებათ, მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ჩვენია თუ არა ჩვენია მთავრობა, ხო? ეს ის მთავრობა, რომელიც ყოველთვის ითვლის თავებს, ითვლის რაოდენობას. რაც უფრო ბევრი ვიქნებით, უკვე დაიწყებს ფიქს. არ ვიცი, ახლა მე ჩემი აზრი მაქვს და მე მგონია რომ ჩვენი მთავრობა არის მშიშარა მთავრობა. თუ დაინახეს რომ ბევრი ხალხია, შეცვლის იმ გადაწყვეტილებას. თუ არ დაინახეს რომ ბევრი ხალხი არ არის, გააგრძელებს ამას. და ეს არაერთხელ გაუკეთებია. კი, რაღა ვიღაცის გავლენის ქვეშ არის, ხან დასავლეთის, ხან რუსეთის, ხან იმისა, ხან ამის, მაგრამ საერთო ჯამში ნებისმიერ ვარიანტში თუ დაინახავს რომ რაოდენობა ბევრია, ცდილება შეცვლის თავის ას. და ამ შემთხვევაში ჩვენ შეშინებულ ხალხს რა გვინდა რომ ეს პროცესი გაჩერდეს და გაჩერდება. მაგრამ აი უყურებს ეს ჩვენი მთავრობა
თავებს როგორ ამბობ, ამდენი თავებია და დადები აინდები ბიჭო. ნუ მაგას სხვანაირად ვიტყვი, ხო? შეეშინდება და შეცვლის. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ. ხო, ეს მეორე საკითხი. ეხლა მესამეჯი, რატო უნდა მივიდეთ მიტინგზე? და რატო უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფოს? თუმცა სახელმწიფოს ახლა მე ვიძახი, სახელმწიფო ცოტა ლექციასავით არ მინდა თქვა, რომ სახელმწიფო რა არის? ანუ სახელმწიფო ანუ მთავრობა, რომელმაც სახელმწიფო მთავრობა უნდა იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვინც იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ეს სახელმწიფო. და სახელმწიფო მთავრობა რო არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რომ ფაქტობრივად იმ ადამიანთა ინტერესები უნდა დაიცვას, უკვე რაღაც მარაზმში გადადის და ფაქტობრივად ეს მომენტია ეხლა აქაც. და ისევ და ისევ მივიდივარ იმისკენ, რომ უნდა ნახოს ამ სახელმწიფო მთავრობა ვარ ძალიან ბევრი. და წეღანავ თქვი ეხლა სახელმწიფო, ეხლა მეორე მომენტია. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს. აი, სულთა კლასიკური მაგალითია, ჩვენ მთავრობა გვაქვს. ჩვენ პრემიერ-მინისტრი გვაქვს. აი, სულთა იმ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელმწიფო გვაქვს, პრემიერ-მინისტრი გვაქვს, მთავრობა გვაქვს, მაგრამ არის ეს სახელმწიფო? სახელმწიფო უნდა იცავდეს თავისი მოსახლეობის ინტერესებს, უნდა იცავდეს, მაგრამ გამომდინარე იცავს, აი ამდენი ხალხი რომ ნერვიულობს და არ აინტერესებს და ის იმათი აზრი და ბნელებს და შავებს და რავი, უბედურებას რო გვეძახიან, აკეთებენ ამ თავის საქმეს. რა ვიცი, მე უყურებო, მე ვხედავ რომ მოდი დავარქოთ, არ აკეთებს. მე ეს როგორი მომენტია, იცი? აი მე მაგალითად ვარ მამა, ოჯახის უფროსი, ხო? და მყავს 4 შვილი. 4-ვე შვილს სხვადასხვა აზრი აქვს და დასხეს ერთმანეთს. ნუ კაი გაგებით, კამათი მიდის. მეც ერთ შვილს მივსდევ, როგორც მამა სახელმწიფო. და ერთ შვილს უნდა დაუჭირო მხარი, არა, მე მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ სიტუაცია დამშვიდეს, დაწყდეს და მიდიოდეს დისკუსია, ლაპარაკი და სწორი გადაწყვეტილება, ისეთი შეიძლება რაღაცას ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ ის ადამიანი დამშვიდეს. რასაც ქვია უმრავლესობას ვიძახი და დავიჭი ჩვენ სახელმწიფოს, რასაც ახლა საქართველო ქვია, მე ამას ვერ ხედავ. კი, ჯარიც აყვავს, პოლიციაც აყვავს, ისიც აყვავს, მაგრამ დავიჭი, აი დაწყდარებულია საქართველოს სიტუაცია, ესე იგი სუსტი ხარ, ესე იგი უფრო ვარეს, ესე იგი სახელმწიფო მოვალეობას არ ასრულებს. დავარქვით თავის სახელი მეგობრებო, თუ ვინმე შემეწინააღმდეგება მითხრას, სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას თავისი მოსახლეობის წინაშე ეხლა? მე მგონი კი არ ასრულებს, ჩვენ როგორ ამბობთ, ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. გასაგებია, ქვეყანაში ბევრი პრობლემებია. ჩემი წინა ვიდეოდან რო ლაპარაკობდი, ქვეყანაში ცეცხლია აგიზგიზებული და შენ კიდო ნავს ასხავ. ხო ამბობდი წინა ვიდეოში, ეთნოგრაფიული დემოგრაფიულ ორმოში ვარ, ხალხი დაცლილია, ისე კი ეს უნდა მოაგორო, მაგრამ კიდო ვიღაცა უცხოელების, მე არაბებზე და ემაზე, უცხოელების და ისინი მოყავს აქა გადაწყვიტა ამ სახელმწიფომ, არა სრულყოფილმა სახელმწიფომ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაღაცა ფაქტურად ეს შეშინებული ხალხი ჩვენ გაგვაგიჟეს უკვე, ხო? ჯერისდან პრობლემები 1000 ყელამდევა, უმცირესობაში ვარ და ვიღაცა კიდო მოყავს იმის მიზნით, რომ ფული გავაკეთო. ნუ ცოტა იქით გადავედი, მაგრამ მე ამასაც კიდო გავაგზელებ რა. ყველაფერს დავარქვა თავის სახელი და მე ვცდილობ ყველაფერს დავარქვა თავის სახელი და გვერდზე აქით-იქით არ გადავიდე რა. ეხლა რატო უნდა მივიდეთ დემონსტრაციაზე? რომ უნდა უთხრათ ჩვენ სახელმწიფოს თუ მთავრობას, რომელიც ამჟამად ჩვენ ხელმძღვანელობენ, რომ ისინი არიან მეჯღანუაშვილები. წვით, ამას რომ ამბობ, წვით. მე ისე და ისე მეორდები, რას ნიშნავს მეჯღანუაშვილის სინდრომი. ლიტერატურული გმირია, რომელიც ამბობს თუ აკეთეს, მარტო ფულზე ფიქრობს, ფული. მაგრამ რა მოყვება ის 2, 3, 4 წლის შემდეგ და მისთამამულობა რა დარჩება, არ აინტერესებს. ეხლა მითხარით, ჩვენი მთავრობა არ არის მეჯღანუაშვილი, მარტო ფულის, რას გვეუბნებიან? შენ არაბებზე რატო ნერვიულობ იმაზე, ინვესტიცია, ფული გვექნება, ფული. კი, ფული კი გექნება, რაღაც ან გექნება, ან არ გექნება, ის არაბი რას გაგიკეთებს გვერდმა იცით, მაგასაც შევეხებით რა ხდება იქ, მაგრამ
რის ხარჯზე რომ მე ჩემნაირი შეშინებული ხალხი მოიშორო და იქა ბაბაია ფული მაქვს და შენ იყავი იქ უმცირესობაში და იმაში და ამ შეშინებული ხალხზე რო არ ფიქრობ და მარტო ფიქრობ ფულზე და ამაზე წინთ რომ მეჯანოაშვილებს რატო გვეძახით აი გამოვიდეს თქვა ვინმე გამოვიდეს და თქვა რომ არ არიან მეჯანოაშვილი მარტო ფული რო აქვს ეს მამონა რო ტრიალებს გარშემო ეს ხო ფაქტია უნდა მივიდეთ დემონსტრაციაზე რომ უნდა უთხრათ რომ მთავრობა არ ახართ და ხაზი გაუშვით როგორ არ ახართ ჩვენი მთავრობა ჩვენი პრემიერ-მინისტრი მთავრობაა ვითომ არის მთავრობა მაგრამ ვიცით რომ ვიღაცა კაცი იქით არის ის ერთი კაცი წვიტავს ყველაფერს დააბიჯეროთ ჩვენი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი თვითონ წვიტავს ყველაფერს ან თუნდაც წინა პრემიერ-მინისტრები თვითონ წვიტავდნენ ყველაფერს პარლამენტი რამეს წვიტავს აი ერთი კაცი ზის იქა შორს და ის მართავს ყველაფერს და ეს არის მთავრობა და სახელმწიფო კი არ ვიცი შეიძლება ის კაცის მართალია არ არის მართალი მაგრამ ხო მეთამაშები ხო პასუხისმგებლობას არ იღებ სადღაც შორისა ბუჩქებიდან და აღარ ზიხარ იქიდან მართავ ეხლა შეიძლება ამ სიტყვაზე ბევრმა მითხრას რომ რებს ლაპარაკობ კაკო შეიძლება პრობლემები შეგექნას მაგრამ პრობლემები რა უნდა შემეკრას ვამბობ იმას რაც არის ხო აი ასეთი არეული სიტუაცია ასეთი ისედა ვიღაცა საღაც იქიდან ვიღაცა მართავს და ჩვენ მთავრობის სახით გველაპარაკება და გეუბნება რომ აი მთავრობა რასაც წვიტავს სახელმწიფო რასაც წვიტავს მაგათ მიაჩნიათ თავიანთი მთავრობა სახელმწიფო ნუ ფაქტურად ამჟამად მასიც არის და მთავრობა წვიტავს ყველაფერს წვიტავს მოდი დავარქვათ ამას ყველაფერს თავის სახელი რა ვიცი მე რა ვიცი აი გრუპებიდან ვიღაცა მართავს და ვერ ხედავ რა არა კი ვძნობ მაგრამ ვერ ხედავ და ეს მთავრობაა ეს სახელმწიფოა მე მგონი რაღაცა დიდი კოლმეონეობა შეფესე მეფესე და ამის და მაგვარი რაღაცა რატო უნდა მივიდეს ხალხი დემონსტრაციაზე უნდა გვაჩვენოთ რომ ამ არაბიზაციის პრობლემაზე ხო იცახის რომ აი თქვენ შეშინებულო ხალხო ნუ ნერვიულობთ მე მივხედავ ამას მე სახელმწიფო ვარ მე მთავრობა ვარ მენდეთ მე ისმის კითხვა ეხლა ნდობა ძალიან კაი რაღაცაა რა იმიტომ უნდობლობა ძალიან ძელი აი არავის რო არ გჯერა იტანჯება და აი სულ ეჭვებში რო ხარ ხო აი ცხოვრებაშიც ასია რა მე მეგობარი ახლობელი იმიტომ მინდა რომ მაგას ვენდობი და მაგასთან ვარ წნარად და შვიდად მაგრამ მე თუ ვიცი რომ ის მომატყუებს რაღაცას იხინდრებს რაღაცას მე ვიძაბები რა და ასე ვარ მე სახელმწიფო იმიტომ ჭირდება რომ უნდა ვენდობოდე და ამ დროს სახელმწიფო ეს მთავრობა მეუბნება რომ მენდე მაგრამ როგორ უნდა გენდო მე ადრეც ამაკ ნათქვამი რამდენია ამ მთავრობაში 7 პრემიერ-მინისტრი იყო თუ 6 რომელიც წავიდა ნორმალურად ან ქურთის სახელი წავიდა ან მამაძაღლის ან ჯიშის გადარეულის და აი რატო უნდა გენდო ხო შენ ვიღაცა პრემიერ-მინისტრის სახით მთავრობის სახით მიდიხარ და იქით უკან ვიღაცა მართავს მე ვიცი მაგრამ მე არ ვიცი რომ მატყუებ აი რატო უნდა გენდო აი ესეც უნდა ითქვათ ესეც ითქმება იმაზე რა ქვია დემონსტრაციაზე და ამ გამოსვლაზე რამე ზედმეც ვამბობ მეგობრებო იმას ვამბობ რას არის ფაქტებით მაგალითებით და რა ვიცი ამას თუ ვერ ხედავს ადამიანი მაშინ რა ვიცი რატო უნდა გამოვიდეთ ხალხი დემონსტრაციაზე უკვე მგონი მე-4 თუ მე-5-ეს ვამბობ იმიტომ უნდა გამოვიდეთ რომ დაგვინახონ რომ ჩვენ ნერვიულობთ ღელავთ და დაგვინახოს მე ჩემი თავი მიმაჩნია ძალიან მორწმუნე ადამიანად და მე მივждებ კი შეიძლება ბევრი რაღაცა არ მომწონს ხო იცი როგორა გავცერო ის გდელი მანქანი და მე არ მაინტერესებს მე ვიცი რომ წმენაში ჩვენ სარწმუნოებაში ჩვენ მართლმადიდებლობაში უნდა მივყვეთ სწავლებას და ვართ მრევლი რომელსაც ყავს ხელმძღვანელობა ხო ეხლა როგორ აიცი ცხვარია და ცხვარს ჭირდება მწყემსი ამ შემთხვევაში ჩვენი მწყემსი
მორწმუნე მრევლის, მორწმუნე ერის მრევლის წყემსი არის საპატრიარქო. ჩვენ არჩეული ეს, მე ასე უყურებ ამ საპატრიარქო. მაგრამ მე ვიცი, როდესაც მორწმუნე ადამიანი ხარ და მეტი რას გასაი, როცა არის ფოთი, როცა არის ხალხი აღელვებული და აღელვებული. ის წყემსი მოდის და აწყნარებს თავის ფარას. კი, შეიძლება რაღაცა არ მოსწონს, ის მოსწონს, მაგრამ გამოდი და თქვი, იცით მეგობრებო, მე ჩვენ კარგად არ ვიცი, მოდი დაავжდეთ დისკუსია საქვია, სპეციალისტები მოვიყვანოთ, ეს არაბიზაცია კარგია, ცუდია, ავწონოთ. და ამ დროს მე ვხედავ, რომ ჩემი მწყემსი, ჩემი მართველი ხმას არ იღებს. ვაუ, ველოდები, რა ხმას არ იღებს. აი, ამ დემონსტრაციით, ამ გამოსვლით უნდა ვაჩვენოთ ამ ჩვენ წყემსებს, ერთად საპატრიარქო გამოვიდეს და დააფიქსიროს. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ხარი აიღოს, მაგრამ დააფიქსიროს, იმიტომ რომ ის ხარეს, ვინც მომხრე ამ არაბიზაციის და ჩვენც ვინ შეშინებულები ვართ, ჩვენ ყველანი ერთი ღმერთი შვილები ვართ და აქედან გამომდინარე, როგორც მამა წეღან რო ვთქვი, რომ მამამ ვერ დაიკავებს იმ სიტუაციას, უნდა დააშოშმინოს და სად არის ეს ჩვენი სამწყემსო, ჩვენი საპატრიარქო? არ მე მაქვს პრეტენზია და არ ვიცი, უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც შფოთავთ. და რავი, თუ არ გამოვიდა, მე უკვე რა ვიცი, 1000 ფიქრები მოგდის, ხო? ესე იგი, შენ იმას კი არა, შენ ესე იგი არ მიყვები იმ სწავლებას, რასაც ქვია ღმერთი, უფალი და სიმშვიდე და შფოთის დაშოშმინება რა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართული, ძირითადი კი მთავარი მიმართულება რწმენაში და ღმერთში. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ? დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი. სად არის საპატრიარქო? სად არის ჩვენი სამწყემსი? რა ვიცი. რატო უნდა გამოვიდეთ კიდევ? ეხლა ზოგი იძახის ბიჭო, იქ ალტინფო და ნაცო, იმათა რამი და ამათა რა. რა შუაშია ალტინფო, რა შუაშია კონსერვატივი, რა შუაშია ნაციონალები, რა შუაშია? მე ვხედავ პრობლემას, რომელსაც გვინდა ჩვენი ეროვნული. მე ვიცი, ჩვენ შეშინებულმა ხალხმა ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს ქვეყანაში. დაცლილია ქვეყანა 1000 რაღაცები გვაქვს გადასაჭრელი. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ კარგები და ისინი ვართ, მაგრამ უფრო დიშში შევხედავ და მეუბნები იმასთან რატო ხარ, ამასთან რატო ხარ? კაცო, ის რაში მაიტეზე, ვიჩეხები, ცუდად, აი მე მეშინია და ვინმე გამოვიდეს და დამაწყნაროს. არავის ჩვენ გავაკეთეთ, თქვენ ბნელები ხართ, თქვენ შავები ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ, თქვენ ვიღაც ისა ხართ, ესა ხართ. მოდი დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი. ეხლა ასეთი აზრიც არის ხომ, აი თქვენ ბიჭო ვერ გავიგე, აი ჩვენაირ ხალხზე იძახიან, აი ხა ჩემნაირ ხალხზე, ხო მე ხო ურაპატრიოტი ვარ. ევროპა თქვენ არ გინდათ, გეშინიათო, კაცები გაგათხოვებენო, ამას იძახ, აი ესე ცინიკური ის არის, რა გეტყვა. აქეთ არაბები არ გინდათო, გეშინიათ გადაგივლიანო. ხო, გვეშინია. დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი. ჯერეშედე რატო კი, კაი ცხოვრება კი მინდა, მაგრამ ჩემ ქრისტიანულ, ჩვენ სარწმუნოებრივ იმას ეწინააღმდეგო და მეშინია და რა, მეშინია ხო? ნუ გეშინია, მე მოგხედავ. ნუ გეშე, მაშინ აი დავარქვა თავის სახელი, ხო? გვეშინია. როცა სიტყვაზე 10 კაციდან 3 ქართველია და 7 სხვა ის არის, სად უნდა გავზარდო ჩემი შვილი? არაფერი შენ ქართველობას მიაწეკი, როგორ მიაწები? ბაღში რომ 10 უცხო იქნება, ის იქნება. კი, მე შევესწრები, მაგრამ ძალა არ მექნება. და მე კიდევ მოყავთ ხოლმე ასეთი მაგალითები. ესო გლობალური პრობლემაო და როგორ აი ისო ამერიკაო, ავსტრალიაო, ევროპა მასე ცხოვრობ, ბიჭო, ის დიდი ქვეყნებია და იმან შეიძლება აიტანოს. ისიც ვერ იტანს, ხო, რაც ხდება ინგლისში, გერმანიაში, ამერიკაში. და საქართველო აიტანს ამას. ეშინია და ეს უნდა უთხრათ ჩვენ დემონსტრაციაზე, ამ გამოსვლაზე, ამ ჩვენ მთავრობას. ეხლა მე საქართველოში რომ ჩამოვარ, გერმანია უნდა გავიარო და გავარ, მე მაშინ წინა ვიდეოებში გითხარი, გავირი და მე შევეცდები ვიდეოთი გაჩვენოთ რა ხდება მიუნხენში. და როგორ იქცევიან არაბები საღამოს მაშინ ქალაქში. ქალებს ქმიტავენ და ენერგიული ხალხია, ხო? გაზდით ეს გერმანიაში ლონდონში და მე არ მინდა რომ ასეთი რაღაცეები ჩვენმა ქალებმა, ჩვენმა რა ქვია,
მანდილოსნება შიშითიარო ვიღაცამ ზედმეტი არ უთხრას. გადით ხალხო მეგობრებო, გადით ლეხანოვზე, გადით ამის კლუბებში, გადით იმაში. ეხლა გასუსულები არიან და ცოტა ბევრი რო იქნებიან, უკვე სხვანაირად მოიქცევა. ეხლა შენო ეთნო იმასო xenofobიურ იმას იძახიო. არაფერს xenofobიურს არ ვიძახი. გადით მე ვარქმე ვიღაც თავის სახეს. ყველაფერს ვარქმევ თავის სახეს. არაფერს არ ვიგონებ. გადით გაისეინეთ. აი პლეხანოვზე აღმაშენებელზე გაისეინეთ. გაისეინეთ რუსთავეზე ღამის კლუბები რო არის. გაიშენეთ. რა ვიცი აიო ჩანს ეს პიტაპირ ჩანს და ამაზე რომ ნერვიულო. ბნელი და xenofobი ხარო. უკვე სიტყვები არ მყოფნის, მაგრამ ბოდიში ისე ემოციაში გადავიდე და აი ეს უნდა ვაჩვენოთ ამ ჩვენ მთავრობა ჩვენი დემონსტრაციით თუ რა ვიცი ამ გამოსვლით. ეხლა მეჩეთებზე რომ მიდის ლაპარაკი. კი, გვეშინია. მაგრამ მე მეჩეთის იმის არ მეშინია, მე რას მეშინია? არა, აი ნებისმიერ რა ქვია, ისლამის სპეციალისტ ან მოდა დაუждები. ეხლა მე თბილისელი ბიჭი ვარ, მუსულმანებს მე ზავიცნობ და ჯუმა იმაში ხავს ვიცნობ მაგათ. ხალხო წაიკითხეთ, არ უნდა წაიკითხეთ ყურანი. მათი რელიგიური წიგნები პირდაპირ უწერიათ, რომ ისლამი არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეს უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი მუსულმანი რო გააჩერო და კითხვა მაგას გეტყვის და მაგას ეს ვარდებულებად მიაჩნია, სიამაყედ მიაჩნია. შეიძლება დიდი ფული ვერ იშოვეს, დიდი ფული ვერ გააკეთოს, მაგრამ აი იმას რო აუცილებს ამ რელიგიას, ეს მისი სიამაყეა. ეს არის სინამდვილეა. მე არაფერს არ ვიგონებ. მე ვარქმევ იმას, ყველაფერს ვარქმევ იმას, რაც არის. ადამიანს ქრისტიანად მიაჩნდეს თავისთავად და ქრისტიანულ სწავლებას მიყვებოდეს და ამას არ მიაქციოს ყურადღება. ეს საშიშროებად არ მიაჩნდეს. ნუ ამას დავარქვათ რა არის, ეს არის ზერელობა. ზერელობა კი არა უფრო ვარ ეს ახლა ჩვენ ცუდ სიტყვას არ ვამბობს. ნუ ავანტყო რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტია. მე წყნარად ვიყო. აი დღეს წყნარად კი ხო წყნარად ზეგ უკვე აღარ იქნები წყნარად იმის ის გახტები. და წაიკითხე წიგში წერია. მე იმას ვამბობ რაც არის, არაფერს არ ვიგონებ. ისე და ისე დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ეხლა ერთ-ერთ გარჩევას უყურებდი. აი საქართველოში აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, სომხები, ამის გვიშვებიანო, მოგვერვიანო. ბიჭო, ცოტა რო ისლამი რო წამო, აი თუნდაც ეხლა აი ხა ერთი კვირის აზერბაიჯანმა რატო ამოიღო ენა? ჩვენ მოსახლეობას გამოვიყენებთ ჩვენი ინტერესების გასაღებად. პირდაპირ ამბობს ამას. ადრე არ ამბობდა, იმიტომ რომ ცოტა ეხლა საქართველოს მოსუსტდა ისეთი ძალა აღარ აქვს და აქ განცხადებაც გამოიჩეკა. ასე იქნება ის უცხო ხალხი, არ ვიცი, აი კიდევ რაზე მეცინება, ეს მოდი დავარქვათ ყველაფერს თავზე. აი ესო სტუდენტები არიანო ეს. ბიჭო, სად არიან სტუდენტები? დანში სტუდენტი ეს ხო იცი, სხვადასხვა ჯიში, სხვადასხვა ჯიში კი არ არის, კაცო, ელემენტარული. ხედავ ის რაც არის. ლილოში, იმაში, ორხევში, სხვადასხვა რაიონებში ეს სტუდენტები არიან ჩამოსულები. დავარქვათ, გავაჩერდ, ეხლა მე ჩამოვა თბილისში და ფისთან დავდგები და გადავიღებ იმას. თუმცა რადგან და ჩემო ფისთან, აი მე ავიღე, მოდი ჩემ ამბავს მოგიყვებით. მოგეხსენებათ მე ამერიკაში დავდივარ და ნუ იმიტომ დავდივარ რომ ფული შოვა და რაღაცა შევიძინო. ასე 6-8 წლის წინ რაღაცა ფული ჩამივარდა და ლესელიძეზე მინდოდა ობიექტის ყიდვა. 80,000 ღირდა. და პატრონი ქართველი ბიჭო აღარ მინდა ეხა მაგას ვარ ვახსენებ და 100,000 უნდოდა რა და მეოთხარი ჩემო ძმა 80,000 ეხლა მოგცე მეთქი და 20,000 ერთი თვე ორი თვე დამაცადე მეთქი რა და არა ეხლა მინდა მეთქი არ მომცა ეხლა ის ტერიტორია ესერეზე არის ბანგლადეშელის მეორე ვარიანტი მქონდა კიდო ჩამივარდა პლეხანოვზე რაღაცა ტერიტორია იქაც ვერ შევწდი ირანელის არის მე ბოლოს უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა რა მინდოდა მეყიდა რა არ ყოფნის ის თანხა და რუსთავეზე ხა მე სადაცა ვარ ერთი ტერიტორია გამოჩნდა პატარა ფართი და აღმოჩნდა ქალბატონი იყო როგორ მახსოვს ვიოლეტა ასა გარდაიცვალა ეს ქალბატონი და ისა
მივიდით ამ ფარტს და ფარტი იყო 70,000-ად აფასებდა რა. ანუ მე მივედი რაღაცა და მომცა ეს ფარტი. მაგრამ რო დამინახა, გაუხარდა, თქვა და რატო? შენ ქართველი ხარ, მეთქი მეთქი ვაიმეო შენიც აი ჩამეხუტა უცნობ ადამიანს და მეთქი რა ხდება მეთქი და მე გავიკითხე. მოდიოდნენ ირანელები, მოდიოდნენ არაბები, მოდიოდნენ ჩინელები. რა 70,000 და 100,000, 120,000 აძლევდნენ და ამ ხაბმა თავი გაიგიჟა. არა, მე ვიცი რომ ეს დამხუპველია და ელოდებოდა ქართველს ელოდებოდა და მე გავიჩიტე და რომ დამე აეროში ჩამეხუტა და მე შემჩა ეს ტერიტორია. ეხლა იმ ქალბატონს ეს პრინციპულობა რო ხო ისე ვის დარჩებოდა ის ფარტი. და ეხლა გადავიდეთ რეალობაზე, მე ჩამოვა და გეტყვით. მე ხომ აქ ფარტი, ჩემ გარშემო ირანელია, არაბია, ჩინელია, სუნაყიდია და იმ 10 კომერციული ფარტიდან 2-3 ვართ ქართველი, დანარჩენი უცხოელები არიან. არ არის პრობლემა? აი მითხარით რა არის ეს? ამას მე ვყვები 10 წლის წინანდე ამბავს და ფული არა აქვს არაბებს რა არა ბიჭო უყეთ და ხელს რო უცხო ხო მოდი დავარქე აი რა არის ეს ხო? იმ ქალმა პატრიოტ აი ნერვიულობ რომ მე ამერია ლაპარაკი ხო? აი ხა მე იმ რუსთაველის პროსპექტზე გარშემო სულ ისინი არიან. მარტო მე 2 თუ 3 ქართველი ვარ. დანარჩენი სულ ისინია უცხოელები. კი, მე გამიმართლა და რაღაცნაირად მოვახერხე, მაგრამ რამდენ ქართველს არ შეუძლია ეს გააკეთოს, ხო? მე გამიმართლა იმ ქალში გამიმართლა. რა არის ეს? არ არის რეალობად? მე მოვერევი ხვალზე, მაგათ. მე თუ გვერდზე არ დამიდგა ხალხი და ის. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ავროპა გვეუბნება უпроსტე პროპაგანდისტები არის აღარ მინდა გადავიდე, იმიტომ რომ თქვენ ჩემოთა თქვენ კარგად იცით ისა. მაგრამ თავრობა ეძახის $100,000 თუ იყიდი რაღაცა შეგეძლება რა ქვია მას ბინადრობის უფლება მე ავტომატურად გადადის 10 წელი იცხოვრებ და ნუ რას გააკეთებს როგორ გააკეთებს ღმერთმა იცის. არ არისო ეს ჩვენო ვაკონტროლებთო. და 100,000 ყველა არაბს კი არა ხო ბიჭო რა უნდა არ ვიცი შეიხები კი არ ჩავ შეიხი რატო ჩამოვა ბიჭო 9 მილიარდი მოსახლეობა არაბული ისა თან ვინ მოდის აქა შენ ხო არ იცი არ ვიცი აი აღარ ვიცი რას ყველაფერი დავარქვა და ნუ გეშინათ ყველა ამასო ინვესტიცია ქვიაო და მეუნებიან ინვესტიცია რა არის და ესო კარგიაო ტყუილი არ არის ყოველ ნაბიჯი რომ მათყუე ტყუილი არ არის მე გულისხმობ მთავრობას მე გულისხმობ მთავრობის მომხრე ადამიანებს მე გულისხმობ იმ ადამიანებს ვინც ხავს უჩენს ეგ ვინც მართავს ამას ყველაფერს ცოტა ავღედი არა მეგობრებო მაგრამ არაუშავს უნდა გავიდეთ მეგობრებო მიტინგზე ეს დავაფიქსიროთ მე წეღანავთ კი დავაფიქსიროთ და ეს მთავრობა არ არის ეს ხელმძღვანელობა არ არის დაატორმუზებს და გაჩერდებიან და მე უნდა გადავერთოთ იმაში და მე ჩამოვარ მე პირადად ვისაც საყვედური აქვს რატო არ ჩამოდიხარ მე ჩამოვარ მაგრამ მე მგონია და შინაგანი ხმა მეტყვის რომ ეს მთავრობა დაატორმუზებს და მე ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით რამე თქვი ზედმეტი მგონი არაფერი არ მითქვია ზედმეტი და რამე პროპაგანდას ვეწევი აქ პროპაგანდას ვეწევი რამე ინტერესი მაქვს არც ინტერესი მაქვს მე ინტერესი მაქვს რომ უჭულობი და უაზრობი და ფული მამონას გულისთვის იმ ღირებულებას რატო ხალხავდა უბრალოდ ხვალინდე დღეზე რატო არ ფიქრობს ეს ხალხი ვის უტოვებ იმ შვილიშვილს ისედაც ყველა გაქცევაზია რა მაგალითს ვაძლევთ მეგობრებო, ჩვენ ყველას წაკითხული გვაქვს საქართველოს ისტორია და აღთოვანებულები ვართ ჩვენი წინაპრების ბრძოლით და იმას და როგორ გადამწყვეტ მომენტებში როგორ იქცეოდნენ. აი ჩვენც ახლა მოგვეცა ამის საშუალება. ეხლა მეც ხშირად მითქვია ხოლმე და ზოგჯერ ზედმეტი მომდის ხოლმე ალბათ რომ აი მე ნაუმარი ვარ იქა ვარ ახლა კი აი მე არავის ეს პროცესი ცხოვრების პროცესი ყოველთვის ზედება და აი ეს დრო არის როდესაც ყველა ჩვენი წვლილი შეგვიძლია მივიღოთ რაღაც
კი, ამაზე არც უნდა ვლაპარაკოთ და ის სირცხვილია. როგორ მოძდით ეს თავში? ფულის გულისთვის შენ საკუთარ მიწას და მომავალს ყიდი. აი ხო, ეს არის აი ვერ გაიაზრებ ეს რა ხდება, მაგრამ თუ ვერ ხდება. და ყველაფერს დავარქვა ჩვენი სახელი, მეგობრებო. ყველაფერს დავარქვა თავის სახელი და მე ხშირად ვამბობ და ამასაც ვამბობ, რომ ღმერთი ყავს, უფალი ყავს, ვასწავლის რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და საითკენ იყურები ხალხო, ეს ეშმაკისეულია, ეს სატანისებულია, ფული კი კარგია, მაგრამ რის ხარჯზე? კიკუები და მეჯღანოაშვილები ხო არ უნდა ვიყოთ რა. თუ ჩვენ იმდენი ვერ მოვახერხებთ რომ მთავრობები მოდიან, მიდიან, ზოგჯერ შეცდომით მოდის, იმით მიდის, მაგრამ ჩვენი მთავრობაა. ან ვინმე შეურაცხყოფას ვაყენებთ. აი ახლა შეიძლება გამოხდნენ ვიღაცები და დამიწყონ ისა, მაგრამ ვინმე ზედმეტი უთხარი, ვინმე შეურაცხყოფა მივაყენე. ეხლა კიკუო შეურაცხყოფა არ არისო, მაგრამ კიკუც იგივე ფილმის გმირი არ არის, ფულის გულისთვის რა იკადრა. მეჯღანოაშვილს მეგვეძახიო, მეჯღანოაშვილის იგივე არ არის, მე არც ვიძახი, თორე შეურაცხყოფას ვის ვაყენე? არავის არ ვაყენე. ყველა ჩვენ ღმერთის შვილები ვარ და მე რა უფლება მაქვს ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, უბრალოდ მე მიუთითე იმას. მაგრამ თუ ჩვენ ძალაზე მოდიხარ და მე გავიტანო და მაშინ უკვე ძალა მორევაზეა, ხო, როგორ არის ნათხა. და გვინდა ეს აყან-მაყარი, ხო, აი ძალადობაზე გამახსენდა ეხლა. ქართველები ემოციური ხალხი ვართ. წავა ეს ჩხუბები ქუჩაში დაგადაგა, ის დაგადაგა, რა ვიცი, აი გინდათ ხალხო, გინდათ რომ ჩვენმა შვილებამ იჩხუბონ და ქუჩაში რემბოები და რა ვიცი, შვარცნეგერები და ისინი იყვნენ. ისინიც იქიდან და სულ ვიქნებით ხაყანში და მაყანში და რა ვიცი. ხო და თქვენო ვიღაცის ინტერესებს იცავთ, აი ამ ხელას შეურაცხყოფას რომ მაყენე, ვის ინტერესებს ვიდა? ჩვენ ვიცავთ საქართველოს და ქართულ ინტერესებს. всё, მარტივია. წყნარად შვიდად. და ჩვენი არხიდან გამომდინარე, მეც აი შევეცდები რომ რაღაცა ემოციისა და ფაქტებით ვილაპარაკო და რა ვიცი, მოდი რა მეგობრებო, ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. ხო და იმიტინგზეც რომ წავართ, იქ უკვე ჩემზე უკეთესად უფრო კარგად დაარქვა ყველაფერს თავის სახეს და მე ისე და ისე მეურდები რომ ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო, თავრია შვიდ და წყნარად რაციონალურად მივუდგეთ ამას ყველაფერს და გონი უკვე ისე ნერვიულობ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ყველაფერს დავარქვა თავის სახელი და ყველაფერი კარგად იქნება. მე ჩემი არხით, ჩემო მსმენელებო, მოგიწოდებთ, ყველა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი და რაღაცა წვლილი შეიტანეთ ქართული სახელმწიფოს, ქართული ეთნოსის, ქართული ერის გადარჩენაში. გადარჩენის საერთოდ ტრაგიკული არ არის ესეც ეშველება, მე არ მინდა გავაგიჟო ეს სიტუაცია, მაგრამ გამოსავალი რა არის, ისევ დაუბრუნდები, აი ვერ ვამთავრებ ამ თემას. კარგი, ჩვენ არ დავждეთ ხალხო, დააჯექით, ვიდისკუსიოთ, ვისაუბროთ, სპეციალისტები, მაგრამ არ ხდება ესა ყველაფერი. და საერთოდ ჯამში თუ არაფერი არ მოხდა, ძალიან მარტივია, ჩავატაროთ რეფერენდუმი, ჩავატაროთ და ხმის ამომღები, მე პირადად ხმის ამომღები არა ვარ. უმრავლესობა დათანხმდა ამ არაბიზაციას, არ მესიამონება, გული დამწყდება, მაგრამ ხმის ამომღები არა ვარ. ეს არის თუ სამართლიანობაა და თუ სიმართლეა და თუ დემოკრატიაა და თუ რა ვიცი, ჩავატაროთ რეფერენდუმი, ჩავატაროთ გამოკითხვა, ჩავატაროთ კითხვარები, მაგრამ მე დავწვე ჩემ გარშემო ვინც არის, ეხლა ჩემ არხიდან გამოდე 20,000-მდე ხელმომწერად, 1-2 გამოვარდება ხოლმე და ისეთ უაზრო რაღაცას იტყვის და ეხლა რა ვიცი, ალბათ თქვენს ნებისმიერს დარწმუნებული ვარ, მაგრამ კაი დარწმუნება ცოტა ესე თემა, ფაქტებით აი ფაქტი ხო იცი, ფაქტი თუ არ დაუდე, გინდა ჯეროდეს, გინდა არ ჯეროდეს, უნდა იყოს ფაქტი. და ფაქტებით ჩვენ უმრავლესობაში ვართ და ლამაზად, გემრიელად დავაფიქსიროთ ეს ყველაფერი და არსებულ მთავრობას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ცოტანი არა ვართ. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მე 2 დღე არ გამოჩნდები, დაველოდოთ გამოსვლას. ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს გადაღებული, მაგრამ რა ვიცი,
ასეთ სიტუაციაში ცოტა მერიდება რომ ვდებ ასეთ რაღაცებს, მაგრამ ესე ცხოვრება, ესე პროცესია. თავარი ღმერთი იყო ჩვენთან, ჩვენ ვიყოთ უფალთან და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად აბა, მეგობრებო, წარმატებით, ბედნიერება და სიმშვიდე და სიყვარული და სიწყნარე ჩვენ გულებში, ჩვენ გარემოში, ჩვენ ოჯახებში, ჩვენ სამშობლოში და მთელ სამყაროში. ღმერთი ჩვენთან.